გარემოს ეროვნული სააგენტოს მომსახურების ახალმა ცენტრმა მუშაობა დაიწყო. სააგენტო მომხმარებლებს ერთი ფანჯრის პრინციპით ემსახურება. ფიზიკური და იურიდიული პირები ადგილზე მიიღებენ ყველა იმ მომსახურებას, რასაც ლიცენზია ჭირდება. მეწარმეები გამარტივებული მომსახურებით უკვე სარგებლობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მომსახურების ოფისში ლიცენზიის მისაღებად ახალი სერვისები ამოქმედდა. ყველა დოკუმენტის აღებას მომხმარებლები ამ სივრცეში შეძლებენ. რუკები არ აქვს გასაკეთებელი, თანხები არ აქვს გადასახდელი, ეს უფასოდ ხდება ყველაფერი ადგილზე. მომსახურების სააგენტოში სარგებლობის ლიცენზიისთვის ტოპოგრაფიული რუკების დამზადება და საჯარო რეესტრის ამონაწერების გაკეთება ადგილზე ხდება. სააგენტოს თანამშრომლები მეწარმეებს უფასო კონსულტაციებსაც გაუწევენ. სერვის ცენტრის მუშაობას დღეს გარემოს დაცვის მინისტრი გაეცნო. მოქალაქეებს უკვე შეგვიძლია შევთავაზოთ ერთი ფანჯრის პრინციპით ყველა სააგენტოს კომპეტენციაში შემავალი სერვისები, ანუ მოქალაქეებს უკვე აღარ დაჭირდება სხვადასხვა უწყობების სიარული და შესაბამისი ცნობების აღება, აქ ერთ სივრცეში იქნება მოქცეული ეს ყველაფერი, იქნება უფასო კონსულტაცია და ყველაზე მნიშვნელოვანია საქმის წარმოების ყველა ეტაპზე მოქალაქეებს შეეძლებათ ელექტრონული შეტყობინება მობილური ტელეფონზე მიიღონ და გაუადვილებს, ანუ დაზოგავს მათ დროს და დაზოგავს ამ ადმინისტრაციულ ბარიერს. მაძიებელმა ლიცენზიის ჭიბეშული ჩაიდოს პირადობის მოწვევა მოვიდეს განაცხადოს ამის შესახებ, მოგაწოდოს X და Y კოორდინატები, ტოპოგრაფიული რუკის დამზადება ადგილზე ხდება, ყველანაირი სხვა მომსახურებას მიიღებს ადგილზე. ახალი სერვისების შესახებ ინფორმაცია მომსახურების სააგენტომ სხვადასხვა სამინისტროებისა და დაწესებულების წარმომადგენლებს მიაწოდა. ბევრი ინფრასტრუქტურის პროექტი ხორციელდება და ამ პროექტის ფარგლებში დაწყებული პირველივე დღიდან, როცა პროექტირება იწყება და დაგეგმა იწყება, დამთავრებული იმპლემენტაციის ეტაპზე იგივე რესურსების ათვისებით და სხვადასხვა პროცედურებით ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს სერვისები იყოს გამართული. გარემოს ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრში დღის განმავლობაში რამდენიმე ათეული მეწარმის მომსახურება შეუძლია. ცენტრში 15 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც არიან.